2021 წლის მასწავლებელი სასერტიფიკაციო გამოცდები ფიზიკაში პირველი ვარიანტი ამოცანა ნომერი 8. 5 კილოგრამი მასის სხეულზე მოქმედებს 3 ძალა, თითოეული ძალის მოდული 10 ნიუტონია. მოცემული გვაქვს სხეულის მასა, ტოლი არის 5 კილოგრამის. აგრეთვე გითხრეს, რომ თითოეული ძალის მოდული 10 ნიუტონიაო, 3 ძალა მოქმედებს, ესე იგი F1 უდრის F2-ს, უდრის F3-ს, უდრის F-ს და უდრის 10 ნიუტონს. და ჩამოთვლითაგან რომელი ვერ იქნება სხეულის აჩქარების მოდულიო სამი ვარიანტი გვაქვს მოცემული. პირველი არის 0 მეტრ კვადრატი, მეორე 2 მეტრ კვადრატი და მესამე 8 მეტრ კვადრატი. მოდი განვიხილოთ თითოეული შემთხვევა. პირველ შემთხვევაში 0 შესაძლებელი არის თუ არა იყოს 0 მეტრ კვადრატი აჩქარება. მოდით ეს ძალები დავუშვათ არის შემდეგი სახით. თითოეული ძალა ეს იყოს F1 ძალა, რომელიც ტოლია F-ის, ოღონდ სიდიდეზე აქვს საუბარი. აქეთ არის მიმართული F2 ძალა, რომელიც ასევე F-ის ტოლია და აქეთ აქვს F3 ძალა, რომელიც აგრეთვე F-ის ტოლია. ავიღოთ X ღერძი, შემოვიტანოთ კოორდინატთა სისტემა შემდეგი სახით. X ღერძი მიმართოთ ჰორიზონტალურად მარჯვნივ, Y ღერძი მიმართოთ ქვემოთ, ეს იყოს Y ღერძი. და დავუშვათ ახლა ამ F1, F2 და F3 ძალებს შორის კუთხე არის 120 გრადუსი. თუ 120 გრადუსი არის, ეს ფლიანი თუ 120 გრადუსია, მაშინ იმის გათვალისწინებით, რომ აქ გვაქვს 90 გრადუსი, გამოდის, რომ ეს იქნება 30 გრადუსი. შესაბამისად, აქაც გვიქნება 30 გრადუსი. აი, ეს კუთხეც იქნება 30 გრადუსი. ეს კუთხეც იქნება 30 გრადუსი. და განვიხილოთ ახლა ტოლქმედი. F ტოლქმედი განვიხილოთ, ახლა ჯერ ტოლქმედი განვიხილოთ X ღერძზე. X ღერძზე ტოლქმედი რა იქნება? ეს არის X ღერძი. X ღერძზე F2-ის გეგმილი იქნება F კოსინუს ალფა, კოსინუს 30 გრადუსი. შესაბამისად, F3 ძალის ტოლქმედი X ღერძზე იქნება მინუს F კოსინუს 30 გრადუსი, ხოლო F1 ძალას, ანუ F-ს X ღერძზე გეგმილი არ აქვს, დამატებული 0. ნუ F კოსინუს 30 და მინუს F კოსინუს 30 ერთმანეთს გააბათილებს და გამოგვივა, რომ X ღერძზე ტოლქმედი 0-ის ტოლი. რაც შეეხება ტოლქმედს უკვე Y ღერძზე, ტოლქმედი Y ღერძისთვის, ნახოთ რა გვექნება X ღერძზე. F2-ის გეგმილი, მოდი F1-ის გეგმილი X ღერძზე, რადგანაც საწინააღმდეგოდ არიან F1 და Y მიმართული, იქნება მინუს F-ის ტოლი. F2-ის გეგმილი იქნება Y ღერძზე პლუს F სინუს 30 გრადუსი და აგრეთვე F3-ის გეგმილი Y ღერძზე იქნება ესეც F სინუს 30 გრადუსი. შესაბამისად, ეს ტოლი იქნება მინუს F სინუს 30-ზე 1/2-ია, დამატებული F მეორედი, დამატებული კიდევ F მეორედი, ეს კი 0-ის ტოლია. ანუ გამოდის, რომ თუ ძალებს შორის კუთხე 120 გრადუსია, ამ შემთხვევაში მათი ტოლქმედი როგორც X-ზე, აგრეთვე Y ღერძზე 0-ის ტოლია, შესაბამისად, აჩქარება შესაძლებელია, რომ პირველი იყოს. პირველი შეიძლება 0 მეტრ კვადრატი შეიძლება რომ იყოს. ახლა რაც შეეხება მეორე შემთხვევას. მეორე შემთხვევაში მოდით ესეთი სიტუაცია განვიხილოთ. ახლა არა თუ 120 გრადუსი იყოს, დავუშვათ ძალებს შორის არის კუთხე 90 გრადუსი. აქეთ მიმართოთ დავუშვათ F1 ძალა სიდიდით, რომელიც არის F-ის ტოლი. აქეთ გვაქვს F2 ძალა, რომელიც სიდიდით ტოლი არის აგრეთვე F-ის და აქ გვაქვს აქ გვექნება F3 ძალა, რომელიც აგრეთვე სიდიდით არის F-ის ტოლი. ეხლა F1 და F2 სიდიდით ერთმანეთის ტოლია და ურთიერთსაწინააღმდეგოდ არის მიმართული, ამიტომ ამათი ტოლქმედი 0-ს მოგცემს, ხოლო და აღჭება F3 ძალა. ანუ ამ შემთხვევაში აჩქარება, თუ გავითვალისწინებთ, ანუ F-ის ტოლი არის M100, აქედან აჩქარება ის ტოლი გამოგვივა. აჩქარება გამოგვივა ტოლი F შეფარდებული 100-თან, ხო? F შეფარდებული M-თან, მოგცრავად F შეფარდებული M-თან. ეხლა F პირობით არის 10 ნიუტონი, გაყოფილი მასაზე 5-ზე. ანუ მივიღებთ 2 მეტრ
წამ კვადრატს. ანუ მეორე შემთხვევაც შეიძლება მოხდეს, რომ ძალთა 12 იყოს 10 ნიუტონი, შესაბამისად აჩქარება 2 წამ კვადრატი გამოგვივიდეს. აი რაც შეეხება მესამე შემთხვევას. ახლა მინიმალური ძალა 12, რაც მივიღეთ, არის 0-ის ტოლი. ანუ F-ი შეიძლება ეკუთვნოდეს, იცვლება 0-დან და მაქსიმალური რა შეიძლება მიიღოს. იმ შემთხვევაში თუ ეს ძალები თანამიმართული იქნება, ამ შემთხვევაში შეიკრიბება ეს 10 ნიუტონები და 30 ნიუტონი გამოგივა 12 მაქსიმალური. მაქსიმალური არის 30. ანუ F მინიმუმ დაწეროთ ასე, F მინიმალური, ეს 12 მინიმალური, F12 მინიმალური შეიძლება იყოს 0 ნიუტონი და F12 მაქსიმალური შეიძლება რაც გამოგვივიდეს, ეს არის 30 ნიუტონი. ეხლა, თუ 30 ნიუტონია მაქსიმალური შესაძლო ძალა, რაც შეიძლება ამათი ამ ძალებით ისე განვავლაგოთ, რომ მივიღოთ შესაბამისად აქედან A მაქსიმალური აჩქარება, რაც შეიძლება გამოგვივიდეს, ტოლი იქნება F მაქსიმალურის ფარდობისა M-თან. F მაქსიმალური როგორც ვთქვით, შეიძლება 30 იყოს, შესაბამისად 30 შეფარდებული მასასთან 5-თან გამოგვდის მაქსიმალური აჩქარება 6 მეტр/წამ კვადრატი. და თუ მაქსიმალური 6 მეტր/წამ კვადრატის ტოლი არის, შეუძლებელია, რომ 8 მეტր/წამი კვადრატი გახდეს აჩქარება. ამიტომ მესამე ვარიანტი გამოვირიცხა. ამიტომ პასუხი გამოგვდის, რომ სწორი არის მხოლოდ პირველი და მეორე შემთხვევები. რომელიც ვერ იქნება სხეულის აჩქარების მოდული. ხო, უკაცრავად, ეს ჩვენ გვიკითხებიან, რომელიც ვერ იქნება სხეულის აჩქარების მოდულიო. პირველი შეიძლება, მეორე შეიძლება და მესამე არ შეიძლება. ამიტომ პასუხი იქნება B.